თუ იმ ადამიანთა ჯგუფში ხედავთ, ვინც ეს BIS-ის მეშვეობით გააკეთა და რა არის BIS-ი? BIS-ი საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკია და ის ცენტრალური ბანკების ცენტრალური ბანკია. სად მდებარეობს? ბაზელშია, შვეიცარიაში. მისი წევრი 63 ყველაზე ძლიერი ცენტრალური ბანკია, ხოლო ნიუ-იორკის ფედერალური რეზერვი და ამერიკის ცენტრალური საბანკო სისტემა ორივე მისი აქციონერია. ისინი აქციონერები 1994 წელს გახდნენ. ერთი წინადადებით, რა არის საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის დანიშნულება? მოკლედ ორი რამაა, რაც საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკზე უნდა იცოდეთ. პირველი, მას აქვს სუვერენული იმუნიტეტი. ის კანონზე მაღლა დგას, ის დამოუკიდებელი ქვეყანაა. მას ჰყავს საკუთარი პოლიციური ძალები და არსებითად გარდა იმ შემთხვევისა, როცა მისი ერთ-ერთი თანამშრომელი ავარიაში მოხვდება ან რაიმე წვრილმანი მოხდება, არავის აქვს სამართლებრივი უფლებამოსილება მის წინააღმდეგ იმოქმედოს. მეორე, მას შეუძლია ფულის გადაადგილება, საკუთარ ბალანსზე შენახვა და ფულის საიდუმლოდ მართვა. მე რომ ამერიკის მთავრობას 21 ტრილიონი მოუპარო და BIS-ის ბალანსი განვათავსო, მას შეუძლია ის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში გადაიტანოს და საკუთარ ბალანსზე საიდუმლოდ შეინახოს. უპირველესად, საიდან აქვს მას ძალაუფლება, ვინ მისცა მას სუვერენული იმუნიტეტი? ის პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა და თეორიულად შეიქმნა გერმანიის მთავრობის რეპარაციების დასარეგულირებლად. მაგრამ თუ რეალურ ისტორიას წაიკითხავთ, ეს იმიტომ მოხდა, რომ ინგლისის ბანკსა და ცენტრალურ ბანკირებს სურდათ სუბიექტი, რომელსაც სუვერენული იმუნიტეტი ექნებოდა. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.